საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე შემოღარება მთაწმინდაზე. ეს ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1833 წელს დაწერა. მაშინ ის ძალიან პატარა იყო. მიუხედავად ამისა, როცა თქვენ ამ ლექსს კარგად დაკვირვებით წაიკითხავთ, აღმოაჩენთ როგორი მოაზროვნეა, სრულიად ახალგაზრდა, როგორ შეუძლია მას რომ იფიქროს მსოფლიო წყეულ საკითხებზე, ეგრეთ წოდებულზე, ან როგორ დაუკვირდეს კაცისა და ღმერთისა თუ კაცისა თუ სოფლის ურთიერთობას და როგორ აწუხებს მას ამაოება, ისე რომ შემდეგ ომში უკვე ძალიან დიდ ასაკშიც კი ადამიანები ამას განიცდიან ხოლმე გაცილებით უფრო ნაკლებად. სათქმელათაც კი ძნელია, რომ 15 წლის ბიჭს მე-16 წელში გადამდგარს შეუძლია ასე იაზროვნოს, ასე იფიქროს და როგორც ცხოვრებისაგან გამოსდილი, დაბრძენებული პაპა ისე საუბრობდეს ამ ქვეყნიურ ამაოებაზე და ისე ჰქონდეს სურვილი, რომ ადამიანი კვლავ უფალთან დაბრუნდეს და ამაოება როგორმე დაძლიოს. ნაწილ-ნაწილ გავეცნოთ ამ ლექსს, რადგან ლექსი საკმაოდ დიდია და შეიძლება ყურადღების მიდევნა გაძნელდეს. ჯერ ნახოთ ლექსის დასაწყისი, ანუ ექსპოზიციური ნაწილი, შესავალი. ჰო იმ მთაწმინდავ, თაოწმინდავ ადგილნი შენნი, დამაფიქრელნი ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან როს მონამენ ცვარნი ციურნი, ოდე საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი. ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს, რას ანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს, ძირს გაშლის ლამაზ ველსა ყვავილნი მოჰფენენ ვითა ტაბლას წმიდასა, დავით გუნდრუქსა სამადლობელსა შენ და აღკმევენ სულნელებასა. პირველ რიგში მივაქციეთ ალბათ ყურადღება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი საკმაოდ არქაული სტილით საუბრობს. ეს დამახასიათებელი იყო ქართველი რომანტიკოსი პოეტებისათვის და დამახასიათებელია ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის, მაგრამ რამდენიმე სიტყვა ამ შემთხვევაში აუცილებლად განსამარტია, რამდენადაც მნიშვნელოვანია ლექსის არსებითი შინაარსის გასაგებად. პირველ რიგში შევნიშნეთ, რომ ბარათაშვილი იდუმალებას ხედავს მთაწმინდის გარშემო და ზოგადადაც, როცა დიდ სიწმინდეებთან ვართ ხოლმე, მთაზეასული კაცი უფალთან მისული კაცია. და ამიტომაც შეუძლებელია, რომ ის სიწმინდე არ დაინახოს მან და არ აღიქვას, რაც გულის კანკალსაც კი იწვევს, როცა იგრძნობ, რომ ძალიან ახლოსაა სასუფეველი და ძალიან ახლოსაა უფალი. გაგახსენებთ მე თქვენ, რომ ჯერ კიდევ წინასწარმეტყველები, შემდეგ მოციქულები მთაზე ადიოდნენ საგანგებოდ, რომ უფალთან ახლოს დაეგულებინათ თავი და ქართულ ტაძართა უმრავლესობა მთის წვერზეა აშენებული. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ძნელი იყო უამრავი საშენი მასალა მთის წვერზე აეტანა ადამიანს და იქ აეშენებინა ტაძარი, მაგრამ ამით ისინი გრძნობდნენ თავს უფალთან ახლოს, ცასთან ახლოს, სასუფეველთან ახლოს და ასეთ ნაბიჯს იმიტომ დგამდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილიც მთაწმინდაზე ამოდიოდა სალოცავად და თავისი გულის დარდის გადასაყრელად, მას აქ ეგულებოდა თავისი ყველაზე დიდი მეგობარი უფალი და მან იცოდა, რომ აქ ყველაზე უფრო მეტად შეისმენდა მის სათხოვარს თუ მის საფიქრას ყველაზე უკეთ გაიგებდა მაცხოვარი. მივაქციოთ ყურადღება ორ აუცილებელ სიმბოლოს ამ ნაწარმოების ანალიზისათვის საჭიროს. ეს გახლავთ ტაბლა და გუნდრუკი. რადგან როცა ბარათაშვილი გადმოიხედავს მთაწმინდის სიმაღლეებიდან, იგი ხედავს, რომ ბალახი და ყვავილი ისეა, თითქოს ესე იგი წმინდა ტაბლა იყოს გაშლილი, ხოლო სურნელი ისეთი დგას, თითქოს იყოს გუნდრუკი. გუნდრუკი საკმეველი გახლავთ, ხოლო წმინდა ტაბლა გახლავთ საკურთხი, ანუ საჭმელი, გაკეთებული, მიცვალებული სულის საცხონებლად, რომელიც მიაქვთ როგორც წესი ეკლესიაში და მცირე პანაშიც გადაუხდიან, ან მღვდელი აკურთხებს აი ამ სუფრას იმისთვის, რომ მიცვალებული სულს მიაგებოს ჭირისუფალმა ეს ლოცვა და ეს საჭმელი გაიცეს შემდეგ გაჭირვებული ადამიანებისათვის, რომ მათ ილოცონ უკვე გარდაცვლილი ადამიანის სულის საცხონებლად. ანუ ცოტა უფრო ზუსტად და პირდაპირ ვახსნათ, ტაბლა კეთდება იმისთვის ჭირისუფლის მიერ, რომ მან გაუიოლოს თავის მიცვალებულს უფალთან მისვლა. დაეხმაროს მას ცოტათი, შეეწიოს
ლოცვით და იმ ადამიანების ლოცვით, რომლებიც ამ წმინდა ტაბლიდან მიიღებენ გარკვეულ საზრდელს. ხოლო რაც შეეხება გუნდრუკს, გუნდრუკი იგივე საკმეველი საგანგებოდ მოიკმევა ხოლმე გარკვეული წესით იმ ადგილებში, სადაც უფალმა უნდა გამოიაროს. ანუ როცა საკმეველს მოაკმევს მღვდელი, ამით იგი იპატიჟებს უფალს, სთხოვს მას, რომ მობრძანდეს და უხილავად დაესწროს წირვასა თუ ლოცვას, დაესწროს იმ თავყრილობას ეკლესიაში მრევლისა და თვითონაც მათ შორის გაიაროს შეუმჩნევლად და უხილავად, რადგან ნამდვილი წირვის წესი ეს არის სწორედ, რომ იქ უხილავად უფალი იგულისხმება. მან თქვა, რომ სადაც არიან ჩემი სახელისთვის შეკრებილნი, იქ მეც ავარო. ასე რომ დავაკვირდეთ ჩვენ, რატომ გამოიყენა ორივე ერთად ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ტაბლა არის ადამიანის მიმყვანი უფალთან, ხოლო გუნდრუკი არის უფლის მომყვანი ადამიანთან. აი ეს ორმხრივი მსვლელობა ერთმანეთისკენ, ორმხრივი შეკავშირება თუ არ აღსრულდა, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, იგი უფალს ვერ დაიმკვიდრებს, სასუფეველში ვერ მივა და შესაბამისად არ აღსრულდება ის დიდი ნატრა, დიდი ოცნება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, სასუფეველის დამკვიდრების ოცნება. როგორც ხედავთ, უკვე მიგვანიშნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლექსის შესავალი ნაწილით, რომ აქ იქნებოდა ფიქრი კაცისა და უფლის ურთიერთკავშირსა და ურთიერთსვლაზე. მეორე ნაწილში წინასწარ გეტყვით, იმიტომ რომ მოსასმენად უფრო ადვილი იყოს, ბარათაშვილი წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ ეს კავშირი არ არსებობს. ეს კავშირი გაწყვეტილია და თუ მას რაიმე ადარდებს სწორედ ეს, რომ მას ვერ გაუკლევია გზა უფლისაკენ, როგორც ერთ ადამიანს, ანუ ადამიანის ერთ-ერთ შთამომავალს, ერთ-ერთ კაცს და იძულებული ხდება ამ სამყაროში, ამ ცოდვით სავსე, ცოდვის ბურუსით მოსულ სამყაროში იყოს. აი, გავაგრძელოთ კითხვა. მახსოვს იგი დრო, საამოდრო, როს ნაღვლიანი კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი. დაწყნარ საღამოს ვით მეგობარ შემოვეტყფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ დასევდიანი. ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი მინაზებული. ჰე ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული. აწცა, რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ მყის ფიქრნი, შენ და მოისწრაფიან, მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან. მე შენ სამჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება. გულის თქმა ჩემი შენს იქით აეძიებს სადგურს. ზენა არ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება, მაგრამ ვერ სნობენ გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს. იგი, როგორც ხედავთ, ის ამბობს, რომ ნებისმიერ წამს, როცა მოდის მთაწმინდაზე, მას იპყრობს იმედი იმისა, რომ ამ ქვეყნიური ამაოებისაგან გათავისუფლდება, იგი შესცქერის ცას, ცის მიღმა მას მაცხოვარი ეგულება, იგი ელოდება მაცხოვრის ღიმილს ციდან და როგორც კი ამას მოესწრება, მას გონია, რომ ყოველგვარი უბედურება დაავიწყდება, ეს ცა მას სიკეთით აღავსებს და ამ ქვეყნიური ამაოება დარჩება სადღაც შორს, ისე რომ ვერ მოსწუდეს იგი ტატოს, ვერ შეაწუხოს მისი სული ღრმა ფიქრებით და აი ის რაც ხელს უშლის, რომ დაშთოს ამაოება, ანუ დატოვოს აქ ამ ქვეყნად ამაოება. ეს გახლავთ, რომ ვერ სნობენ გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს, ანუ სამწუხაროდ მოკვდავებს ადამიანს, რომელიც მოკვდავია, არ შეუძლია შეცვდეს ზეციურ განგებას. აი აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი უკვე შეგვახსენებს ჩვენ იმ დიდ ტკივილს, რომლის გამოც ადამიანმა უფალთან ერთობა დაკარგა. ანუ ადამიანი მოკვდავი გახდა მას შემდეგ, რაც ადამი და ევა გამოძევებულნი იქნენ სასუფევლიდან, რაც მათ დაკარგეს უფლება, რომ მიეღოთ ხოლმე სიცოცხლის ხის ნაყოფი. რადგან ეს უფლება მას შემდეგ დაკარგეს მათ, მაშინ აუკრძალა უფალმა, როცა მათ დაარღვიეს უფლისაგან მიცემული მცნება, არ ეჭამათ ცნობადის ხიდან ნაყოფი და აი ამ ცნობადის ხის ნაყოფი იგემეს. ჩვენ დაუკვირდეთ ამას, იმიტომ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი შეფარულად ამასაც გულისხმობს. ანუ რას? ცნობადის ხის ნაყოფის შეჭმის გამო, დროზე ადრე შეჭმის გამო, ადამიანის ცნობიერებამ, ანუ გონებამ შეწყვიტა არსებობა. ანუ შეწყვიტა განვითარება, უფრო ზუსტად. არსებობა 60-ეული შეწყვიტა და დაიწყო არსებობა მიწიერი.
ანუ მან რაღაც გარკვეულ დონეზე გაიჩერა თავისი ნებით გონებრივი შესაძლებლობები და გონებრივი მონაცემები. ამიტომაც არის, რომ ადამიანს გონებით უფალთან დაკავშირება არ შეუძლია. ადამიანი მხოლოდ გულით და მხოლოდ რწმენით ვწდება უფალს, რადგან მისი გონება არის უძლურ ქმნილი, რადგან მან სწორედ დროზე ადრე შეჭამა ნაყოფი აკრძალული ხილისა და აქედან გამომდინარე, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი ცდილობს, რომ მისი ფიქრი მივიდეს უფალთან, სწორედ იმიტომ ვერ მიდის და სწორედ იმიტომ გაიბნევა ჰაერში ეს ფიქრი, რომ ადამიანური გონებით უფალთან მისვლა და უფლის ჭვრეტა შეუძლებელია და აი ეს შეუძლებლობა აწუხებს კიდეც ნიკოლოზ ბარათაშვილს. გლახ, ანუ სამწუხაროდ, რომ მოკვდავებს ამისი შესაძლებლობა არ აქვს, მოკვდავი გარდა ამისა ხორცით არის დამძიმებული იმ სამოსლით, რომელიც მას მიწაზე ცხოვრებისათვის მიეცა და აი ამიტომ მას არ შეუძლია სანამ ხორციელია, ანუ სანამ ცოცხალია და სანამ მისი სული ხორცის ტყვეობაში განიცდის თავს, მანამდე იგი დაუკავშირდეს ღმერთს. აი ამიტომაც არის ბარათაშვილის წუხილი ამგვარად გამოხატული, რომ ჩემი ფიქრი მოისწრაფის შენკენ, ზეცისკენ, მაგრამ სამწუხაროდ არ შეუძლია ხორციელ კაცს, რომ ზენაარდ სამყოფს მიაღწიოს და დაშთოს აქ ამაოება. ზენაარდ სამყოფი, ანუ სასუფეველი, ხორციელი ადამიანისთვის მიუწვდომელია. ადამიანი სასუფეველში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა სული განთავისუფლდება ხორცის ბორკილებისაგან და ხორცის სიმძიმისაგან დაიხსნის თავს. ბარათაშვილი სწორედ ხორცის სიმძიმე აწუხებს, ბარათაშვილი სწორედ სულიერი ტკივილები აწუხებს, მას როგორც რომანტიკოს განსაკუთრებით მრთოლვარე სული აქვს, იმიტომ რომ რომანტიკოსები ასეთი მეოცნებე და ტკივილით სავსე ადამიანები იყვნენ, მაგრამ მას ჯერჯერობით დღეს და აქ, ანუ ამ სამყაროში იმედი არ აქვს და მხოლოდ უფლისაკენ მზერის წარმართვით ფიქრობს იგი, რომ იქნებ რაიმე შეიცვალოს ხვალ. ანუ მესამე ნაწილი არის სწორედ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ადამიანმა ცათასასუფეველი და შესაბამისად როგორ დაიხსნის თავს იგი იმ ტკივილთაგან, რომელნიც ასე შემაწუხებელნი არიან მისი სულისთვის. აი, წავიკითხოთ უკვე მესამე ნაწილი. დაფიქრებული ვიდე ქსერზე და ცათა მიმართ მზირალ სტრფობითა, შემომერტყმოდა მაისის მწუხრი აღმსები ნაპრალთ მდუმარებითა. ხანდისხან ნელად მქროლნინიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდნენ და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენნი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ. თაო ცხოველო, ხან ცინარო, ხან ცრემლიანო, ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება არა იპოვოს და არ დახსნას გულსა ვაება, გულდახურულთა მეგობარო თავ ღრუბლიანო. სდუმ დაყოველი მუნარემარე ბინდი გადეკრაც ისა კამარას, მოსდეს მთოვარეს ვითა მიჯნური ვარსკვლავი მარტო მისა ამარას. გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალელოცვით მიქანცებული, მას გავდა მთვარე ნაზად მოარე, დისკო გადახრით შუქმი ბინდული. ამგვარი იყო მთაწმინდაზეთ შემოღამება. ჰოი ადგილნო, მახსოვს, რასაც ვფიქრობდი. მე თქვენთა შორის დაან რასაც აღმოვიტყოდი. მხოლოდ გული გზნობს თუ ვით არის ძღვენით მას შვება. ჰოი საღამოვ, ყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად, როს მჭუნვარება შემომესება, შენ დამოვილტვი განსაქარვებლად, წუხრი გულისა, სევდა გულისა, ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინძა ის განანათლებს. ანუ როგორც ხედავთ, ნიკოლოზ ბარათაშვილი საოცარი სევდითა და მწუხარებით სავსე გრძნობს, რომ ბუნება ზუსტად ისეთია, როგორიც არის თვითონ. ანუ ბუნება იმასვე გამოხატავს, რასაც გრძნობს იგი. ბუნებაც ისევე კვნესის, როგორც კვნესის ბარათაშვილის სული. ბუნებაც ისევე ფიქრობს და დარდობს, როგორც ფიქრობს იგი. და პირდაპირ გვეუბნება პარალელით, აი როგორიც არის მთვარე, დაღლილი ლოცვით, მას მისდევს ესე იგი, როგორც ვარსკვლავი ერთი თითქოს ამ მთვარეზე გამიჯნურებული. აი სწორედ ასია ნიკოლოზ ბარათაშვილი, ისიც ლოცვით დაღლილი დაქანცულია, მისი სულით დღედაღამ ლოცულობს და დღედაღამ მაცხოვრისაკენ სვლას ესწრაფვის, მას ახსოვს ყველაფერი, ახსოვს ის, რომ
როგორც კი წუთის სოფელში დარჩება, საშინელი ტკივილი იპყრობს მის გულს, როგორც კი ამოვა მთაწმინდაზე, აქაც ყველაფერი ოხრავს, კვნესის ღელავს, მაგრამ აქ ღმერთი ახლოა და აქ ჩნდება იმედი, რომ ოდესმე მაინც დადგება დრო, როცა ადამიანი უფლისკენ სვლას ისწავლის, აი ამ გზას კვლავ დაადგება, კვლავ დაიბრუნებს და მაშინ მშვიდი, ყუდრო, კეთილი საღამო იქაც დადგება, იმ სოფლიურ სიმშვიდეს მოუტანს მას და მის სულს იმ ქვეყნად აიყვანს. ანუ ეს იმედი ნიკოლოზ ბარათაშვილმა სწორედ ასე გამოთქვა, გათენდება დილა მზიანი და ყოველი ბინდი განათლდებაო. ბინდი თავისთავად ძალიან საინტერესო მეტაფორაა ამ ნაწარმოების მიხედვით და საერთოდაც ქრისტიანული პოეზიის მიხედვით, თუ გადავხედავთ, რომ ბინდი ჯერ კიდევ ხალხურ პოეზიაში აი იმ ცოდვას, იმ ბურუსს, იმ ტკივილს გულისხმობდა, რაც ძალიან ბევრია ამ სამყაროში. გაგახსენებთ, ბინდის ფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება. ანუ აი სადაც სწორედ ეს არისო ტკივილი ბევრია ამ სამყაროში. კიდევ და კიდევ შემოდის ტკივილი. რაც უფრო იზრდება კაცთა მოდგმა თავისი ფიქრით, დარდით, განცდით, მით უფრო მეტია ბინდი და დაუკვირდეთ, როგორ განიცდის ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ბინდს. ბინდი არის მისთვის დედამიწაზე. ბინდი არის მთაწმინდაზე, იმიტომ რომ ლექს ქვია შემოღამება მთაწმინდაზე. ბინდით არის სავსე ყველაფერი, ბინდი აქვს მას გულზე, წეღან როგორც თქვით, გონებაზე, იმიტომ რომ არ შეუძლია იგი გონებით შესწოდეს უზენაეს და რაც ყველაზე მტკივნეულია, ბინდი გადეკრა ცისა კამარას. ანუ ჩვენ ბარათაშვილთან ერთად რომ ავაყოლოთ თვალი, ჯერ მიწას, შემდეგ ადამიანს და ბოლოს ზეცას, აღმოვაჩენთ, რომ ყველგან ბინდია, ანუ ყველგან ცოდვაა, ყველგან ჭაობია, ყველგან ტკივილია, რადგან ეს წუთი სოფელი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ცოდვასა ზედა დაეშენაო. ანუ წუთი სოფელი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანმა ცოდვა დაიდო. წუთი სოფელი ცოდვაზე დაფუძნდა, თორე ყოვლად უცოდველი და უბიწო ადამიანი ანგელოზურად ცხოვრობდა სასუფეველში. მას არ სჭირდებოდა მიწა და არ სჭირდებოდა მიწიერი ტკივილი და ვთქვათ, მიწიერი ტანჯაწამებით ცხოვრება და ასე ვთქვათ, გამრავლება თუ ასე ტკივილი თუ ასე სიხარული. მას ჰქონდა ეს ყველაფერი სასუფეველში და ჰქონდა მარადიული. მაგრამ ეს ყველაფერი მან თავისი ნებით დაკარგა. ამიტომაც არის ამდენი ბინდი ყველგან, ბინდი ცოდვისა. რა აიღებს ამ ბინდს? მხოლოდ და მხოლოდ ლოცვა და რწმენა და ვინ აიღებს? მხოლოდ და მხოლოდ უფალი. აი ამიტომაც ჩვენი ამქვეყნიური ყოფა, რასაც ვეფხისტყაოსნის მიხედვითაც გაგახსენებთ, ეს არის მზიანი ღამე. ანუ ჩვენ ვართ ღამეში, მაგრამ ამ ღამეში განიჭვრიტება უფლის ნათელი. მზე უფალი ჩვენ გვიყურებს ღამეშიც, აი აქაც ამ სამყაროშიც, მაგრამ ის რაც არის სასუფეველში, გახლავთ უჩრდილო ნათელი. ანუ დღე მზიანი, ის არ არის ღამე, ის დღეა. დღე, რომელიც არის გაკაშკაშებული უფლისმიერი ნათლით. აი რისკენაც ისწრაფის ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ შემთხვევაში და მთელი კაცობრიობა რისკენაც უნდა ისწრაფოდეს, ეს გახლავთ, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველგვარი ბინდი განათლდება. საღამო და ღამის ბინდი დაიძლება, მოვა დიდი კაშკაშა სინათლე, მზე უფალი ჩვენი, რომელიც გაათბობს ადამიანს, გაათბობს სამყაროს თუ ზესთასოფელს და მაშინ ყოველგვარი ტკივილი დასრულდება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნება მოსურნე, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილივით არ დაიზაროს, ავიდეს მთაწმინდის აღმართზე და იქ უფალთან ახლოს, აი ამ წმინდა მთაზე, მამა დავითთან ახლოს და ყველა იმ წმინდანთან, რომელთა სულებიც იქ ჩვენთან ერთად და უფალთან ერთად იგულისხმებიან, მათთან ერთად აღავლინოს ლოცვა გადარჩენისა და ხვალინდელი მზიანი დღის გათენებისათვის. ეს ლექსი საბოლოოდ არის გზა იმისა, თუ როგორ ისწავლოს ადამიანმა უფლისაკენ სვლა, როგორ ისწავლოს მან დარდის დაძლევა და ბედნიერი ღიმილით შეხედვა ხვალინდელი დღისათვის და როგორ დაიმახსოვროს კარგად, რომ მხოლოდ უფალია ჩვენი მხსნელი და გადამრჩენელი და ყოველგვარ დარდს მხოლოდ ის განაქარვებს. რადგან ამ ლექსში ძალიან საინტერესოა ნიკოლოზ ბარათაშვილის დამოკიდებულება ბუნებასთან, ჩვენ შეგვიძლია ჩვენით მოვინიშნოთ ისეთი ადგილები ლექსში,
რომელშიც ბარათაშვილი პირდაპირ ჩამოთვლის რა არის მისთვის ბუნება. პირდაპირ ამბობს, ვით მეგობარს შემოგეტრფოდი, ძღვენი მას შვება, ან და ვთქვათ, ნუ გეშსა მას შენგან მიიღებს. ანუ ხაზგასმით არის, რომ ბუნება არის მისთვის მანუგეშებელი, მეგობარი, თანამგზნობელი, მისი მსგავსი, მისი სულის ანალოგი. ეს დამოუკიდებლადაც შეგვიძლია ამოვიღოთ, ამოვკრიფოთ ლექსიდან და ჩვენთვის ნათელი იქნება ბარათაშვილის ამ ლექსის ორივე მიმართულება: კაცისა და ოფლის კავშირი და კაცისა და ბუნების კავშირი. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.